მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა. ვისთან ერთად იქნები შენ ნამდვილად ბედნიერი. და დღეს გავაკეთეთ ჩვენ გაშლა ასეთ ახალ დასტაზე, მაჩუკა ჩემო უსაყვარლესმა მოსწავლემ, მადლობა კი რა. ძალიან მინდოდა საერთოდ ეს დასტა იმაჩუკეს რეპლიკა, მაგრამ ეს არის ორიგინალი და არის რაღაც სასწაული ზღაპრული, მადლობა ჩემოსწავლებს. სუმჩუქნიან ხოლმე დასდებთ, იციან რომ მიყვარს ძალიან და აი ჩვენს ვნახოთ ახლა, თან ძალიან ისეთი დიდი არის, ნახოთ რა საინტერესო და აბა ვნახოთ. პირველ რიგში ჩვენ ვნახოთ ახლა, ანუ თქვენ ახლა რა ხდება თქვენ პირად ცხოვრებაში, მოდით აი ასე გავაკეთოთ ჯერ. ეს იყოს ასე. შემდეგი ვკითხოთ ახლა უკვე ჩვენ ანუ დავარი კითხვა რა, ვკითხოთ როგორ ადამიანთან, როგორ მამაკაცთან თქვენ იქნებით ნამდვილად ბედნიერი. როგორი თვისებები ექნება მას? სად ან და როგორ შეიძლება თქვენ, მოხდეს თქვენი შეხვედრა, სად შეხვდებით ერთმანეთს, დაახლოებით რა თქმა უნდა, ვნახოთ ახლა ჩვენ. აქ და აქ ეს საკეთე წამოვიდეს. შემდეგი ვკითხოთ, ანუ შეიძლება იცით როგორ აი რა უნდა დაამუშავოთ თქვენში, რომ ესეთი ადამიანი, რომელთანაც თქვენ შეიძლება იყოთ, აი იქნებით ბედნიერი, რომ ეს მიიზიდოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენში. კიდევ ვნახოთ ახლა რა რწმენები ან შიშები გიშლის ხელს აი ბედნიერი ურთიერთობის შექმნაში. და ვნახოთ ახლა როგორ უნდა ამოიცნოთ ის ადამიანი, როცა გამოჩნდება. ეგაც ვკითხოთ თქვენ როგორ უნდა ამოიცნოთ. ვკითხოთ ჩვენ ახლა რჩევა. ანუ როგორ უნდა მიუახლოვდე იმ ურთიერთობას, სადაც ნამდვილად იქნები ბედნიერი. აი ასე. პრინციპში კი გაქვთ ბევრი რაღაცას აზრები, ფიქრობთ, აქ სრული ქაოსი გაქვთ. მე მგონი თქვენ თვითონაც არ იცით რა გინდათ. კი გინდათ რაღაც, მაგრამ რა გინდათ არ იცით ჯერ, ხო? კარგით, ვნახოთ აბა. სიგნიფიკაცია თქვენ. ოხო, რა კარგი ვიღაცა ხართ. პრინციპში თქვენ ხართ როგორი ადამიანი, ძალიან გამარჯვებული ხართ, ძალიან მაგარი ინტუიციის ადამიანი ხართ და აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა. შეიძლება თქვენ უკვე გრძნობთ იმას, რომ უახლოვდება ის დრო, როცა თქვენ ნამდვილად შეხვდებათ დიდი სიყვარული ან მზად ყოფნაში კი ხართ იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს სიყვარული, მაგრამ აქ მაინც თითქოს აი როგორ არის, იცით, მთვარე ცოტას გვაძლევს ჩვენ იმას, რომ უფიქრდებით ჯერ რა, ანუ მაგალითად უფრო ინტუიციას მაჩვენებს, იცით, ინტუიციას მაჩვენებს. სხვათა შორის ვიღაცისთვის შეიძლება იყოს, მაგრამ არა, აი აქ თუ აღმოჩნდება მაღალი არკანი გეტყვით, აქ არა. აქ არის თქვენი ენერგია, თქვენი ქალური ენერგია, თქვენ უკვე ხართ ისეთ ენერგიით, აი რომ ისედაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი გოგო ხართ, რომ გაივლით ნამდვილად მიიზიდავთ ადამიანი, აი მამაკაცებს და ნამდვილად ვიცი რომ მოსწონხარ და თქვენ პრობლემა, აი აქ გოგოს პრობლემა არა აქ იმაში, რომ თქვათ ახლა აი ვაიმე რა ვქნა, არავის მე არ მოვწონ ვარ, არავინ არ არის ესეთი აი პაკლონიკები, მე არ ამყავ, აქ არ არის ეგეთი. თქვენ იზიდავთ თვითონ და შემიძლია და გითხრათ შეიძლება თქვენზე უფრო ასაკეთ პატარა მამაკაცებსაც იზიდავთ. ეს არის უეჭველი. ვნახოთ აბა პირველი კითხვა, ესე იგი, ანუ ვისთან როგორი ადამიანი შეიძლება თქვენ ნამდვილად გაგხადოთ ბედნიერი, მაგრამ შეიძლება იცნობთ მაგას. აი შევხედოთ, ვკითხოთ ახლა. ვახ. როგორი, აი აქ ნახეთ ახლა რა საინტერესო რა ენერგია გვაქვს ჩვენ, ვარსკვლავი. იცით როგორი რა არის? შეიძლება ეს ადამიანი სხვათა შორის იქნება
პირველი რაც მომდის, შეიძლება დაუშვოთ თქვენ ცნობილი პიროვნება. არ გამოვრიცხავთ. ჯერ ჩვენ მიწიერ დონეზე, მე სულის დონეზე გადავალ. ანუ ცნობილი პიროვნება, წარმატებული პიროვნება, ზოგისთვის ვისაც აქტუალურია, თუ თქვენ რეალებთ ახლა ბლოგერების და სახეობების, თქვათ ახლა ჟურნალისტების, თქვათ სივრცეში, ბომონდის და ასე შემდეგ, ეს არის ადამიანი, რომელიც არის აი ცნობილი ჩანს, ანათებს ჩანს ეს ადამიანი, გაიგეთ, თვითონ აი ეგეთი ტიპი. პლუს კიდე შეიძლება პროდიუსერი, ანუ საჯარო გაშლა, ამიტომ გეუბნეთ, ანუ რანაირი, როგორი მამაკაცი, ხო? შეიძლება თვითონ არის ისეთი ან ცნობილი ადამიანი, გაიგეთ, ну სადღაც ну ვარსკვლავი ეგ არის რა. სულის დონეზე შემიძლია გითხრათ, თქვენი ვარსკვლავთა ოჯახიდან იქნება ეს ადამიანი. მოდით კიდე აბა ვნახოთ, მე ახლა ჩვენ პატარას ავიღოთ, აი როგორ გამოგვადგება ახლა ჩვენ პატარა რეპლიკაც რას გვეტყვეს. აჰა, ერთად იმუშავებენ და ერთ ეს ნახეთ ისეთი პაწაწინა. ხო? აბა რას გვეტყვის კიდე როგორი ახლა ჩვენ ახლა მაგის თვისებებს კი ვნახავთ, მაგრამ აქ რას გულისხმობთ თქვენ, აბა? ну აქ არის ნახეთ ახლა ყველა ვარიანტში ეს იქნება ახალგაზრდა, ეს იქნება ძალიან საქმიანი, ეს იქნება ძალიან ესეთი აი ცეცხლიდან ავთი რო იყვიან, ნამდვილად ადამიანი შეიძლება ეხლა ეს ადამიანი იყოს სადღაც მანძილზე. ეგაც შეიძლება აქ გავითვალისწინოთ, მაგრამ ადამიანი ენერგიით სავსე ძალიან სექსუალური, ძალიან ესეთი აი სხვათა შორის ამავე დროს ვეტყოდი რომ ცოტა თავისებური ადამიანიც იქნება და აქ ხო ვთქვი რომ უნდა მეთქვა რომ ის რა ქვია, შეიძლება 17-ში დაბადებული იყოს. 17-ში. შეიძლება. ეგა ყველასთვის რა თქმა უნდა არა, მაგრამ ნუ მაინც მე ხო ვთქვი რომ თუ იქნება მაღალი არკანი ვიტყვით მაგასაც. თვისებები. მოდით ვნახოთ რა თვისებები ექნება მას. ვახ. ну აქ არის როგორი თვისება. ეს არის იცით როგორი ადამიანი, რომელიც აი უეჭველი ახლა ვისაც გოგოებო გინდათ ფულიანი, აგერ არის მოვიდა. რა, ანუ ადამიანი, რომელიც თვისებები ძალიან კეთილშობილი, ძალიან გამცემი, ძალიან ესეთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად ახლა შეიძლება მიწიერის, ამიწიერ დონეზე, როგორ იცით, რომ აი ну მაგისთვის თუ რამე მატერიალურ დონეზე ყველაფერი აინტერესებს, წარმატებული, უეჭველი იქნება ეს ადამიანი. ახლა ну აგერ ზღაპრებს კი არ გიყვებით, რაც გამოდის, აი ეს არის რა გეუბნებით. თან იცით როგორ აი მაგისი თვისებები კიდე თვისებებში ну პინდა ეს არის აი საჩუქარი რა რო იტყვიან, საერთოდ ღვთის საჩუქარი, იმიტომ რომ თვისებები პენტაკლების, ანუ რომელიც აი უყვარს სურპრიზები შეიძლება, გაიგეთ, აი ეგეთი ადამიანი, რომ აი მოულოდნელობით სავსე, მოდით ასე ვთქვათ, ტულზე მაინც ეს ესეთი ძალა. კი ბატონო. ანუ აქაც პენტაკლები, ანუ იმას გვაჩვენებს, რომ არის ნამდვილად ისეთი ადამიანი, რომელიც აი ახალგაზრდა რაღაც, მე რატომღაც მგონია იქნება ისეთი ასაკეთაც ახალგაზრდა, მაგრამ აქ იქნება წარმატებული გოგოები, რომ ახლა აქაც ახლა ვარსკვლავს გვაჩვენებენ, ხო, რაღაც ისეთი ტიპი, რომელიც ახლა სულ მოძრაობს, უყვარს მაგას სხვათა შორის, უყვარს ალბათ მოგზაურობა, მანქანისტარება, შეიძლება ზოგიერთი მოტოციკლით თქვათ და მაგრამ ამავე დროს ამას ახლა თვისებები რა, ახლა პენტაკლების საერთოდ ახლა რაინდი არის ტიპი, რომელსაც ყველაფერი, აი ჩალიჩა ტიპები რო არიან, უყვარს ფინანსები, უყვარს თქვათ აი სტაბილურობა, უყვარს კარგი ჭამა, კარგი სმა, გამცემიც არის. ანუ ისეთი ადამიანი, რომელსაც ახლა ნამდვილად მშრომელი ადამიანია სხვათა შორის და მაგი არის მიმართული იმაზე, აი ფული სად ვიშოვო, რომ ყველაფერი გქონდეს რა, ესეთი ადამიანი არის რა. ну ძალიან კაი კარგი თვისებები. სად შეიძლება თქვენ ან როგორ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთმანეთს, აბა მოდით ვნახოთ, სად. აჰა, ნახეთ, შეხვედრა. სად შეიძლება იყოს ესეთი შეხვედრა? შეხვედრა რო იქნება, უკვე გვითხრას უეჭველი შეხვდებით ისევ პენტაკლები.
ანუ ეს არის რა თქმა უნდა, ანუ საერთოდ პენტაკლები უფრო მიწიერი თემა, მატერიალური თემა, შეიძლება დაუშვათ ეს შეხვედრა მოხდეს სადმე საქმიანი, შეიძლება თქვენი კლიენტი იყოს, შეიძლება ბანკში იყოს ეგ შეხვედრა, არ გამოვრიცხავ, მაგასაც შეიძლება თქვათ ახლა კიდე ფინანსებს რა ეხება. მოდით აბა კიდე ვნახოთ, აბა სად შეიძლება მოხდეს ეს შეხვედრა. აი სამსახურებრივი თემა, ნახე, სუპენტაკლები არის რა. ანუ სამსახურებრივი თემა შეიძლება იყოს, რაღაცა დაგეხმარებათ, ან თქვენ შეიძლება დაგეხმარებით, ან თქვენი დახმარება და სჭირდება. გოგო, აი აქ კიდე რა შემიძლია გითხრათ, იცით, ზოგჯერ აი თუ დაუშვათ ახლა საჯარო გაშლა, ამიტომ კიდე ამასაც ვეთქვი, რომ აქ მარტო ის არ ზოგი მამაკაცი მაგალითად შეიძლება ასაკში იყოს, მაგრამ აი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, თქვა სპორტული ტიპი არის რა და ან უკვე სტაბილური და ხო არის აი ზოგჯერ თქვა ახლა ადამიანს რო შეხედავ თავის ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება ან ახალგაზრდული თქვა უფრო თანამედროვე ის მოაზროვნე პიროვნება არის დაუშვათ ხო კიდე სად შეიძლება იყოს აი ნუ აქ ბუნებაზე შეიძლება შეხვდეთ სადმე ამ ადამიანს დაუშვათ მაგრამ მე რატომღაც უფრო ვფიქრობ შეიძლება რაღაც სამსახურებრივ თემებში შეიძლება იყოს ეს ადამიანი რა ну კიდე даже რატომღაც მომივიდა ზოგ შეიძლება მაღაზიაში შეხვდება აი რა ვიცი რატო წამოვიდა ან სადღაც ყვავილების მაღაზიაში წახვალთ იყიდეთ ყვავილებს და იქ შეხვდებათ ეს ადამიანი სად შეიძლება ну რაღაცა შენობაში იცით ეგეთ აი როგორ გითხრათ იცით თუნდაც აი დაუშვათ ბუნებაზეც ესეც რაღაცა მაინც უნდა იყოს ან დახმარებას თხოვთ დაუშვათ ან თქვენი დახმარება დაჭირდება მაგრამ ну თან ახლა ერთი მაგისი კიდე მე ვკითხა მოიცადეთ კითხვა დამებადა ახლა კიდე კითხვა დამებადა ახლა მაგის მოიცადეთ ეს იყოს აკეთ აი კიდე კითხვა დამებადა რატომღაც მომივიდა ეთყობა ვიღაცამ კითხეთ აი ახლა ამ ადამიანის მოდით ჩვენ უნდა გავიგოთ ეს ადამიანია ჩვენ არ გვჭირდება რომ ვინმე ყავდეს ხო ამიტომ ჩვენ გვინდა რომ აქ ტუზკი პრინციპში მაგრამ მაინც ვკითხოთ ახლა აი ხა მისი პირად ცხოვრებაში ამჟამად რა ხდება ვინმე ყავს ანუ რა სტატუსში არის ახლა პირად ცხოვრებაში მოდით ეგაც ვკითხოთ ჩვენ ხო მაინც რომ აქ გამოვიდა ახლა ცხრიანი მაგრამ მაინც აბა მის პირად ცხოვრებაში ახლა რა ხდება აჰა იცით რა ხდება გოგოებო და ბიჭე ну ხო აი იმიტომ აი ეს უფრო იმას ვქენი რა ქვია ამიში დერვიშ კი ბატონო ეხლა ნახეთ რა ხდება ეს ბიჭი გამოვიდა იმიტომ რომ აი ცოტა რაინდმაც დამაფიქრებინა ნახეთ ეს ბიჭი გამოვიდა ეხლა მდგომარეობიდან შეიძლება რთული და კარგა ალბათ ურთიერთობა და კარგული არის თან ახლა საკმაოდ მტკივნეული სხვათა შორის ქონდა მაგას რაღაც პირად ცხოვრებაში სიტუაცია ანუ და შეიძლება დრო დასჭირდა მე მაგას იმისათვის რომ აი ეგ როგორი მომენტი ნახეთ ეხლა მარტო არის ადამიანი მარტო არის შეიძლება ეხლა არავინ არ უნდა მაგას იმიტომ რომ რთული ურთიერთობა ქონდა და ეთყობა იმუშავა თავის თავზე მაგან და ეხლა გამოდის ეს ადამიანი და ეხლა უკვე მზად ანუ მზად არის იმისთვის რომ აი მინდა მეც ბედნიერება მეც მინდა ჩემი ბედნიერება იმიტომ რომ აქ უკვე რაღაცა ეს გამოცდილება всё ну აღარ არის უკვე ესეთ ენერგიაში რომ თქვა ახლა ანუ ნერვიულობაში და რაღაცაში არა ჩვენ ხო ვკითხეთ ახლა რომ ეს დასრულდა მაგის ესეთ ანუ всё ჩააბარა თქვა წყალს ყველაფერს თავისი თქვა რთული პერიოდები და მაგრამ ეხლა არის მარტო არავინ არ აყავს ეხლა მაგას და მოდით იცით კიდე რა ვკითხოთ მაგას აი როგორი იმიტომ რომ აქ უფრო თქვენზე არის ეხლა ხო და ჩვენ ვკითხოთ მაგაზე ცოტა კიდე როგორი
ქალი გინდა შენ, აი ასეთი წარმატებული რო ყავხარ აქ, შენ როგორი ქალი გინდა რო ყავდეს გვერდით. აჰა. სამი მაღალი არკანი არის, საინტერესო არის, ნახეთ. როგორი და სხვათა შორის, ანუ აქ რა გინდა რო თქვა? ვიესკა გიხდეთ. პირველ რიგში მაგას გოგოებო, თუ თქვენ ხართ ქორწინებაში, იცოდეთ ხო? ანუ თავისუფალი ქალი უნდა, მაგას არ უნდა რომ გქონდეს ქალს რაღაცა თქვათ, ну, დაოჯახებული და ეგეთი რამე არა, შეიძლება გქონდა მაგას ეგეთი მომენტი, რა ვიცი, მე ახლა სად იყო ეგაში, სამკუთხედში იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგას არ უნდა ეგეთი ადამიანი რომ ყავდეს გვერდით, ხო? რომელიცაც აქ რაღაცა თავისებური, თქვათ, არადამთავრებული ურთიერთობები, არადამთავრებული სიტუაციები, აი ეგეთი რამები არ უნდა. გაიგეთ მაგაც, რომ აი დასრულებული გქონდეს ყველაფერი თავისი, თქვათ, ეს მომენტი. პლუს კიდე აქაც ახლა მაინც იუსტიცია არის და ახლა ესე და გადანასწორებული ადამიანი იყოს, ჩამოყალიბებული ადამიანი უნდა მაგას ყველა ვარიანტში, პლუს კიდე ადამიანი, რომელიც არ არის სტანდარტული მოაზროვნე, ადამიანი, რომელიც არის მზად ცვლილებებისთვის, ანუ აქ ადამიანი, რომელიც ნამდვილად ახლა შეიძლება აი დაინტერესებული იყოს, აი რაღაცა პრაქტიკოსები რო არიან, რატომაც არა, ეგეთი მომენტი კი ბატონო და ანუ რო არ ეშინიათ ცვლილებების, გაიგეთ, არ ეშინიათ ცვლილებების, აი ესეთი ადამიანი უნდა კი ბატონო და მე რო პატივისმცემდესო. მივხვდით? აი ეგეთი ტიპი უნდა მაგას რა, იმიტომ რომ და მე რო ვუყვარდეო, ეთყობა არ უყვარდა იქ თუ რა ხდება. კი. ანუ კიდე ну აქ როგორი მომენტი იცით რა, ეს ადამიანი პრინციპში ნახეთ არ ეძებს აქეთ ყობა როგორი ქალი მინდაო, ხო ხდებით რომ ანუ პატივისცემაც კი უნდა იყოს, მაგრამ აქ რას ამბობს იცით? პენტაკლების არის ესეც, ნახეთ მეფე. სხვათა შორის როგორი თემა არის აქ იცით? ამ ადამიანს სულაც არ უნდა რომ მაგას ყავდეს ქალი, რომელიც თვითონ არის ძალიან აი აქტიურად რომ მუშაობს, ფულის შოვნაში რო არის, იმიტომ რომ მე თვითონ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ მას ყველაფერი გქონდეს. თან სერიოზული ურთიერთობისთვის ჭირდება მაგას, გაიგეთ და ქალი და არ უნდა რომ გქონდეს, ხემიტომაც თქვა რომ აი არ მინდა რომ თქვა რა ზედმეტი რაღაცები იყოს და პლუს კიდე ის რა ქვია, ანუ აი იმიტომ ვთქვი რომ აი არ მჭირდება რომ თქვა მაგას რამე ქმედებებში და რაღაცებში იყოს, აქ ნუ მე თვითონ ყველაფერს გავაკეთებ, მაგას უნდა რაღაცა, ანუ აქ ადამიანი რომელიც თვითონ ანუ ის იმ დონეზე არის რომ მაგას არ სჭირდება ქალი რომელიც თქვა ეხლა ანუ ეხლა რო არის თანამედროვე ქალები რო არის ხო რომ აი სამსახური და ფულის შოვნა და აბარიკა და რაღაც არა მაგისთვის ყველაფერი კარგად მაქვს მე თვითონ ძალიან მშვენივრად ყველაფერს მივხედავ მე მინდა ჰარმონიული ურთიერთობა ანუ სექსუალური რა თქმა უნდა და ანუ აი კი ბატონო, აგერ არის ისე რა ქვია, პენტაკლების დედოფალი. ანუ მაგრამ ამავე დროს რო გითხრათ რომ მაგას უნდა რომ თქვა ეხლა იყოს ისეთი ქალი რომელიც აი მინდა ეგეთიც არა. იმიტომ რომ ეხლა თვითონ მაგან ბევრ რაღაცას ეთყობა მიაღწია უკვე ამ ადამიანმა და უკვე სჭირდება ანუ ზრდასრული ადამიანი რა, რომელმაც ეხლა ნამდვილად აი ამას სერიოზული ურთიერთობისთვის უნდა ქალი გაიგეთ რა და უკვე ამასაც კი შეიძლება დაუშვათ იყოს ეს ქალი თქვათ ეხლა ნუ გამოცდილი მოდით ასე რომ თქვათ კი არა აქვს მაგას პრობლემა მაგას ეს პრინციპში რა მაგრამ აი ეს რომ თქვათ ნუ მარტო საქმე ეგეთი არა მაგრამ აი ესეთი ტიპი ნუ არ გამორიცხავს მოდით ისე რომ თქვათ იმ მომენტსაც რომ
ну რო გქონდეთ თქვენს რაღაცა ზურგს უკან თქვა ბიზნესი ან რაღაცა, მაგრამ თუ არა უბრალოდ უნდა ხარი მაგას კანონიერი, რომელსაც აი იყოს სიმშვიდე მთავარი, მაგრამ სიმშვიდე რაში, უბრალოდ ცხოვრებაში ჰარმონია გქონდეთ და აქ ახლა არის უფრო, ну, სექსუალური ვარო ძალიანო და ამიტომ ეგაც კი მინდა, მაგრამ ამავე დროს მშვიდობა და სოლიდარობა. ხო მივხვდეთ, რო იყოს. კი ბატონო რა. ну ეგაც თვითონ როგორი ტიპი არის, იცით გოგოებო? აი რა საინტერესო, მაგრამ აი ეს იგივე თემა არის, აი კაცებს აქვს ეგეთი მომენტი. ყველას უნდა რომ ისეთი ქალი იყოს, რომ კითხვაი დამიჯეროს და გააკეთოს რაც მინდა ამ დროს სულაც არ უნდა მაგას ეგეთი რაღაცა. იცით რა მომდის კიდე? შეიძლება დედაჩემს გავდესო ხასიათები, თუ აი ეს მომდის, არ ვიცი, ეს მომდის. და სხვათა შორის ელოდება ამასაც სჯერა რომ სამყარო ასეთ ქალს მაგას აუცილებლად მისცემს. აი ეტყობა დედას თვისებები შეიძლება მოსწონდა ამას რა და ამიტომ ეს ადამიანი იმენა ელოდება რა და კიდე აი ნახეთ ელოდება გეფიცებით რომ აქ ახლა საგვარეულო აი ამას სჯერა ეს ადამიანი უეჭველი იქნება ეზოტერიკა მაგას ახლა მაგისთვის არ იქნება რაღაცა უცხო იმიტომ რომ ნამდვილად მაგას სჯერა იმისი რომ აუცილებლად მისი მონათესავე სული შემოვა მის ცხოვრებაში და იქნება ბედნიერი. იმიტომ რომ ამან საკმაოდ ეტყობა მძიმე პერიოდი გამოიარა და უკვე დაშოშმინდა ასე რომ ვთქვათ და ეხლა მზად არის რომ შექმნას ურთიერთობა ქალთან რომელიც იქნება იმენა კანონიერი ცოლი. მაგას აქ უნდა აი იმენა კანონიერი ყველაფერი რა. ну ვნახოთ ახლა მაშინ გადავედით ჩვენ ახლა ჩვენს კითხვებზე, ხო? თქვენ ესე იგი რა გადაჭრა გინდა თქვენს თავში რომ მიიზიდოთ ესეთი ადამიანი. ну პრინციპში რა უნდა დაამუშავოთ, ხო? ან რა უნდა გადაჭრა თქვენს თავში. იცით როგორი მომენტი არის აქ? პოზიტიურად, აი პოზიტიურობა და უნდა იცით როგორ არის, კი ბატონო. ანუ უნდა გჯეროდეთ, რომ ესეთი ადამიანი არსებობს თქვენ სივრცეში და ეგეთი თქვენ ხართ იმისი ღირსი, რომ თქვენ ეგეთი ადამიანი მიიღოთ, იმიტომ რომ თქვენ და ისედაც დაიმსახურეთ ბევრ რაღაცას რა. პოზიტიურად იფიქრეთ რა, პოზიტიური განწყობა უნდა გქონდეთ პირველ რიგში რა. თუ თქვენ არაფერს არ გჯეროთ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ну, რა ვიცი, ეგ ზღაპარია, ეგეთი კაცი საიდან უნდა მოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, თუ თქვენ არ გჯერავთ იმისი, რომ თქვენ ხართ ღირსი ყველაფრის კარგის, თუ რამე არსებობს ამ ცხოვრებაში, მაშინ კი ბატონო, ну, დაგჭირდებათ კიდე ლოდინი. თუ არა და აი ეს პოზიტიური განწყობა უფრო გჭირდებათ, მე ასე ვეთყოდე რა. და ну ვნახოთ ახლა რა შეიძლება რა გიშლით თქვენ ხელს, ანუ რა თქვათ რწმენები ან შიშები, ხო? რა შეიძლება გიშლით ხელს, რაზე უფრო კიდე რა რწმენები. აი ეს რო არ გჯერათ რა, ანუ როგორ არის იცი, მე და ეგეთი ვიღაცა და ჩემთან როგორ შემოვა ეგეთი ადამიანი. ნახეთ რამდენი რაღაცები გაქვთ თქვენ რომ ეხლა მასეთი კაცები არ არსებობს და ეს მარტო შეიძლება კინოში იყოს ეგეთი ტიპი და თქვენ თვითონ ყველანაირად თქვენი ამ ფიქრებით და შიშებით, ანუ ესე იგი უფრო აშორებთ თქვენ შეხვედრას დაუშვათ, ხო? ან არ გჯერათ რომ დაუშვათ ეგეთი ადამიანი შეიძლება შემოვიდეს თქვენ სივრცეში. აქ ეგეთი თემა გვაქვს ჩვენ, ხო? ну ვნახოთ ახლა როგორ შეგიძლიათ რომ ანუ რომ ეს ნამდვილად ეს ადამიანი არის რა, რომ არ უნდა ამოიცნოთ. აი ეს იქნება როგორი თემა, იცით, აი ბედნიერება რაღაცა, აი თქვენ რო დაელაპარაკებთ, რაღაცა თქვენ თვითონაც ენერგიით შეივსებით და იტყვით რომ ღმერთო ეს არის. თქვენ იცნობთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაჩვენებენ ეს ადამიანი იქნება საკმაოდ კარგად რა, ფინანსურად მშვენი ვართ, მაგრამ
თქვენ თვითონ როცა დაინახავთ ამ ადამიანს მიხვდებით ეგრევე ანუ ეს როგორი თემა იცით როცა ადამიანისგან აი ეს ენერგია თავის მოდის აი ეს მატერიალური ფულის ენერგია რომ მოდის ხო ხდებით რა აი რაღაცნაირად ეგრევე მიხვდებით ეგრე აი რაღაცა ბედნიერება შემოისევათ აი გიტყვით რომ ვაიმე ღმერთო ეს მართლა ალბათ აი ჩემია რა ჩემი და რაღაცა ბედნიერებით შემოისევს შეიძლება თქვათ ახლა ну აქ არ გამოვრიცხავ რომ რაღაცად გასიამოვნებს ეს ადამიანი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მოდით აბა ვკითხოთ ახლა თქვენ დაუშვათ თქვენ რას მოგიტანს თქვათ ეს გაცნობა კი ბატონო თქვენ იცანით მაგარია აი ძალიან კარგია შენ როგორც გვაჩვენეს ხო მაგრამ თქვენ რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა ბედნიერებას ნახეთ შეხედეთ ბედნიერება სიყვარულს ნახეთ წყვილი ხარ და თქვენ კარგად რო იქნებით ანუ რო იტყვით რომ მე ეს დავიმსახურებ და ბოლოს ეს რომ მოხდა ეს даже როგორი თემა არის უფრო რატომღაც მგონია ეს იქნება ისეთი გოგოებისთვის ვინც ახლა დიდი ხანია უკვე თავის თავზე მუშაობს დიდი ხანი ანუ აქ არ არის რომ მე ვზივარ და ველოდები მე ბევრი რაღაცას მე უკვე მივაღწიე ისეთ რამეს მე იმდენს მუშაობ ჩემს თავზე და უკვე იმდენად დავამუშავე ეს ყველა აქ რაღაც უკვე დაფრინავს აქ უკვე თქვენი პარტნიორი ახალი და აი ნახეთ ახლა რომ მე ეს დავიმსახურე იმიტომ რომ თქვენ აი უკვე გრძნობთ თქვენ ინტუიცია ძალიან მაღალ დონეზე გაქვთ რა შეიძლება ეზოტერიკოსი ხართ ან უბრალოდ ნუ ინტუიცია ხო ყველა კაცს აქვს ძალიან მაგარი მაგრამ უნდა იგრძნოთ რომ მე ვარ მზად მე დავიმსახურე მე ბევრი მე იმხელა გზა გამოვიარე ახლა ექსამდე მიღწევა ეს არის უკვე მაგარი გამარჯვება შემდეგი გამარჯვება უკვე იქნება ალბათ აი რასაც ვეხვეწე რასაც მინდოდა როგორიც მინდოდა აი ესეთი გამომიგზავნე სადაც მე კმაყოფილი ვარ ენდაკრების დედოფალი არის კმაყოფილი ანუ სულიერადაც ვარ კმაყოფილი და მატერიალურადაც ვარ კმაყოფილი ეხლა ვკითხოთ მაშინ ჩვენ ახლა ბოლო ჩვენი კითხვა როგორ უნდა მივახლოვდე ამ ურთიერთობას ხო აჰა ნახეთ როგორ უნდა მივახლოვდეთ ანუ აქ ვეუბნებიან ჩვენ პრინციპში აქ ნახეთ რა ხდება როგორ უნდა მივახლოვდე აი მე რატომღაც ახლა მომდის ესეთი თემა რომ არც არის საჭირო ეს ადამიანი თვითონ გამოჩნდება როცა იქნება აქ უეჭველი აი სადღაც აი ბუნება მე რატომ ბუნებას მაჩვენებს რომ ბუნებაზე სადღაც შეხვდებით ან სადაც ყვავილები თუ სამსახური იმიტომ რომ როგორ უნდა მივახლოვდეთ თქვენ პირველ რიგში უნდა გჯეროდეთ მაგრამ ეს ადამიანი რატომღაც ასე მგონია უკვე თქვენ გითვალთვალებს იცნობთ ვაფშე მაგას მაგას კაი ხანია მოსწონხართ ეს უკვე ეს ამ ადამიანს როგორ უნდა მივახლოვდე აქ არაფერი არ არის საჩქარო მთავარი არ იჩქარო ყველაფერი მოვა თავის დროზე ეს იქნება რაღაცა ძალიან მოულოდნელი შეხვედრა ну პერიოდი ჩვენ არ გვითქვია მოდით აბა ვკითხოთ ახლა ეს შეხვედრა არის თქვა მოდით ასე ვკითხოთ ეს შეხვედრა მოსალოდნელი იქნება 1 თვის განმავლობაში მოდით ასე ვკითხოთ 3 თვის განმავლობაში თუ 6 თვის განმავლობაში აი ასე ვკითხოთ 1 თვის განმავლობაში ჯერ მოდის 3 თვის განმავლობაში ჯერ არა 3 თვის კი არა 6 თვის განმავლობაში უეჭველი ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში იმიტომ რომ აი როცა შეიძლება უკვე აღარც დაიჯერებ და იტყვეს რომ არაფერიც აღარ არის ჩემ ცხოვრებაში რა აი მაგ დროს მოვა ეს ადამიანი კი როცა უკვე აღარ დაიჯერებ იტყვე რომ ყველაფერი ზღაპარი მოგვიყვა ჩვენ ვალენტინა და ზღაპრად დარჩა აი მაგ დროს მოვა ეს ადამიანი უფრო ნახევარი წლის განმავლობაში всё ვხურავ ამას ძალიან მაგარია გაშლა ველოდები თქვენ კომენტარებს ჩემო ლამაზე თუ ვინმე უკვე
შეხვდათ. ეხლა ნახეთ ერთ რამეს გეტყვით, თუ დაუშვათ, არის გაშლა, რომ თქვენ უსმენთ და თქვათ ეხლა ისეთი რამე, ვამბობ თქვათ მე, რაც თქვენ უკვე ან გააქვთ, ხო? ან იყო. არის ეგეთი ზოგჯერ ვთქვათ მომენტი, იცოდეთ რომ უბრალოდ ესე იგი არაფერი ჯერჯერობით არ იცვლება სივრცეში. ეგაც არის რა. თუ ახალი, უნდა მიიღოთ მადლიერებით, თუ მისაღებია თქვენთვის და ეგ არის და უბრალოდ დაწეროთ რომ ვიღებ მადლიერებით რა. და ყველაფერი იქნება ძალიან კარგი. უბრალოდ აქ უნდა გჯეროდეთ. ძალიან მაგარი გაშლა იყო. მე მომეწონა თქვენ თუ მოგეწონათ დაწერეთ.